ბატონ გახდა ვიზა ლიბერალიზაციაზე გითხავთ ბოლო დღეებში ეს საფრთხე არსებობს და სასაუბრო თემაც არის და აბსოლუტურად თქვენს პოლიტიკაზეა დამოკიდებული ეს საფრთხე რეალური არის თუ არა და შეგვიჩერებენ თუ არა უვიზო რეჟიმს. თქვენ როგორც ხელისუფალი იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას რომ გააკეთებთ ყველაფერს რომ ეს სიკეთე არ დაუბრუნდეს. Ну, ეს შანტაჟი გრძელდება სამწუხაროდ, ძალიან ცუდია და ეს გუშინ და გუშინ წინ არ დაწყებულა, უკვე წლებია. საქართველო არის ზეწოლის ქვეშ, შანტაჟის ქვეშ და ამას აქვს თავისი ახსნა და ძალიან ბევრჯერ ვისაუბრია ამ ყველაფერზე, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან, დღეს ქართულ ხალხს და საქართველოს აშანტაჟებენ ვიზა ლიბერალიზაციით, ვიზა ლიბერალიზაციის ჩახსნით, ეს რა თქმა უნდა იქნება ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი იქნება. პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად არის თუნდაც ჩავიდეს ბრიუსელში და მოისმინოს არგუმენტები. თუ რა არის პრობლემა და აღნიშნული კანონები, რაზეც იყოს საუბარი, რატომ წარმოადგენს პრობლემას. ჩვენ დღემდე ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი და რატო წარმოადგენს პრობლემას. გამჭვირვალობას ვახსენებ იმიტომ, რომ ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილი იყო აღნიშნული კანონმდებლობა, ეს არის უბრალოდ ზეწოლა და შანტაჟისთვის იყენებენ ვიზა ლიბერალიზაციის თემას. მაგალითად, როგორიც არის გამჭვირვალობის კანონი, ასეთი კანონები მოქმედებს ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში, ასევე ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ევროპარლამენტი უკვე მუშაობს ამ ტიპის კანონის მიღებაზე და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. მხოლოდ კანონებზე არ არის საუბარი, იქ არის ასევე სტანდარტების დაკმაყოფილებაზე. ადამიანის უფლებები უნდა იყოს ქვეყანაში დაცული. ალბათ შეხვედრა არც ჭირდება. კი ბატონო, ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებისა, სარწმუნოებისა, სექსუალური შეხედულებებისა, ყველას უფლებები ქვეყანაში არის კანონით დაცული. ესეც ორმაგი თუ შეიძლება დავასრულებ და შემდეგ რომ აი როცა დაცულია ვამბობ და ნახეთ, ესეც ორმაგი სტანდარტი არის. ნიშნავს ასევე მათ დასჯას. თუ მაცლით ხო შეიძლება რომ დავასრულო უფლებებს მათ დასჯას და შეიძლება უკვე მოძალადები არ არიან დასჯილი. კითხვა დამისვით და არ მაცლით საუბარს უნდა დავასრულო. თუ არ დავასრულეთ და აზრი არ მოგაწოდეთ, მე მესმის რომ არ გაინტერესებთ საერთოდ. რაზე ვსაუბრობთ, თქვენ გაქვთ თქვენი რაღაცა პროპაგანდა,ვალებახვეულები და უსკურში მიექანებით და არ მაცლით მოისმინოთ პასუხი. მაშინ რატომ ისმენთ შეკითხვას? თუ არ გინდათ, რომ მოისმინოთ პასუხი და მაცადეთ. შემდეგ გექნება შესაძლებლობა კიდევ დასვათ შეკითხვა, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხას უსვავ იმას, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, რომელსაც იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. მთავარი მოტივი არის ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ყავს პატრიოტი მთავრობა, პატრიოტი ხელისუფალი, რომელიც პირველ რიგში იცავს ქართველი ხალხის ინტერესს, პირველ რიგში იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს. მაშინ, როდესაც პირდაპირ კაბინეტებში გვემუქრებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა, სანქციებს უნდა მიუერთებოდით, ცოტა მოგვიანებით ამაზე რეზოლუციებიც მიიღეს. მაშინ რომ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, შეცდომა დაგვეშვა. დღეს ხო უბედურება იქნებოდა ქვეყანაში და უმძიმესი მდგომარეობა იქნებოდა. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ, იმიტომ აგვირჩია ქართველმა ხალხმა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. საქართველოს ინტერესი უნდა დავიცვათ პირველ რიგში და ეს არის უმთავრესი და არა გარედან რაღაც ნაკარნახები, ბრძანებების შესრულება. ადამიანის უფლებების დაცვაზე გკითხავთ, რაც უპირველესი პუნქტია ამ რეკომენდაციებში. ადამიანის უფლებების დაცვა ნიშნავს მათ დაცვასაც, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასაც და ასევე მათ დასჯასაც, ვინც ადამიანის უფლებებს არ იცავს. 8 თვეა გასული 28 ნოემბრის შემდეგ და აქციაზე მომიტინგეებზე თუ ჟურნალისტებზე მოძალადეები ამ დრომდე არ არიან დასჯილები. და თქვენ ამ ფონზე ამბობთ, რომ ადამიანის უფლებები დაცულია ქვეყანაში. რატომ არ არიან დასჯილები? აბსოლუტურად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ რა თქმა უნდა ყველა გადაცდომა, რომელიც იყო პოლიციელის მხრიდან და მე აქ გეთანხმებით, რომ გარკვეული პოლიციელის მხრიდან თუ სპეცრაზმელის მხრიდან არ აქვს ამას არცებითი მნიშვნელობა,
იყო გადაცდომა და იყო ძალიან მძიმე კონკრეტული ფაქტები. იგივე კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ. მე ამაში მოვყვებით და გეთანხმებით. ეხლა მე გისმენთ თქვენ იგივე შეკითხვას. თქვენი მხრიდან, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ხედავთ? მომიტინგეები, რომელიც შეფუთული იყო, თომ რაღაც მშვიდობიან მიტინგად, ის ახალგაზრდები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესწროდა პოლიციელებს, ქვეებს, მძიმე საგნებს, როგორ შეაფასებთ თქვენ ამას? ბატონო კახა, თქვენ ისინი ხომ დააკავეთ, ვინც მიიჩნიეთ რომ მომიტინგეები არა, თქვენ ხო დღემდე სინდისის პატიმრებს უწოდებთ? დღემდე, ხო და აი მაგიტომ აი მაგას რო ამბობ. ნახეთ 4-დან 7 წლამდე ადამიანებს ეკუთვნებათ საშელი, მაშინ როდესაც მოწმე პოლიციელები მიდიან სასამართლოზე და ვერ ცნობენ მათ ვინც დააკავეს. გეტყვით. რა თქმა ცნობა კაცო, პირდაპირ კადრები არსებობს. პირდაპირ კადრები არსებობს, როდესაც ახალგაზრდები თუ არა აქვს მნიშვნელობა, ხო? ეს ხო ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია, ხო? როდესაც ესური მოლოტოვის კოქტეილს, როდესაც ესური ქვას, როდესაც ესური მძიმე საგნებს, ესური პეტარდებს სახეში, ეს ხო უმძიმესია. მე ხო იმ ნარატივში მოვყვებით. ხო და მე ხო მოვყვებით, ნახეთ. ნახეთ ჩვენში რა არის სხვაობა. მე ამას გიხსნით. მე ამას გიხსნით ჩვენში რა არის სხვაობა. მე თქვენს ნარატივს მოვყვებით და აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ უმძიმესი იყო, როდესაც ხდებოდა იმ კონკრეტული სპეცრაზმელის მხრიდან ძალის გადამეტება, თუ ძალიან მძიმე კადრები იყო სანახავად და ნუ არ ვიცი, ხა სიტყვებით უმძიმესია, ხო ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ამას შეაფასებს როგორც უმძიმეს და არასასურველად. მაგრამ მეორე მხარეს ნახეთ თქვენ როგორი საგაქვთ პროპაგანდა, რომის არაფერი არ არის, როგორ შეიძლება ერთ-ერთი მათგანი მოლოტოვის კოქტეილის ცოცხალ ადამიანებს ესვრის, შეიწყალეთ და მთელი კამპანია გქონდათ ამასთან დაკავშირებით, რომ გმირად გამოგეყვანათ და აი ეს არის პრობლემა, ამას გიხსნით. რომ ეს არის უდიდესი პრობლემა, რომ ხართ ძალადობის პირდაპირი წამხალისებლები, ხელს უწყობთ პოლარიზაციას, ხელს უწყობთ საზოგადოების გახლეჩვას და ეს მე ძალიან კარგად მესმის. თქვენ როგორც ერთ რიგით ადამიანს, ხო? რიგით ადამიანს, რუსოს ეს არა მესმის, რომ ეს თქვენთვისაც პრობლემაა, მაგრამ გარედან გეუბნებიან ამას, გარედან გაფინანსებენ, გარედან არის მითითებები მიცემული, გარედან მოდის ეს პროპაგანდა და ეს არის ყველაფერი სახელზე და ქართული ხალხი ამას ხედავს, აფასებს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ. შალვა პოსტი რომ შევაფასოთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონთან დაკავშირებით წერს, რომ ეს ხალხის და ეკლესიის მიერ მხარდაჭერილი კანონი არის, თუმცა ევროპული ბიუროკრატები დაჟინებით მოითხოვენ ამ კანონის გაუქმებას. რას ნიშნავს ეს თქვენთვის, რომ ამ კანონის გაუქმებას მოითხოვენ და რა შუაში არის ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციასთან? არაფერი კავშირი არ აქვს, კაცო, არც გამჭვირვალობას და არც აღნიშნულ კანონს, რაზეც თქვენ საუბრობთ, ვიზა ლიბერალიზაციასთან. ეს არის უბრალოდ საბაბები, რომ რაღაცებს მოიგონებენ, რაღაც ხო უნდა გქონდეთ სათქმელი, ხო? როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს რაიმეს წინააღმდეგი ან იყოს ცუდი? წარმოუდგენელია უბრალოდ, ხო? მაშინ, როდესაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში ჩვეულებრივად მუშაობს აღნიშნული კანონები, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპარლამენტი მუშაობს ანალოგიური კანონის მიღებაზე. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია და ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვისმენთ, რომ აი ეს არის პრობლემა, ეს არის პრობლემა, ეს უნდა შეცვალოთ, ეს არაფერ შუაში არ არის. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ისინი 28 ოქტომბერს, 26 ოქტომბერს დამარცხეს ქართველმა ხალხმა, ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა ის ადამიანები, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას და უნდათ საქართველოს გამოყენება ისე, როგორც გამოიყენეს სხვა ქვეყნები. და რა მდგომარეობა იმ ქვეყნებში დღეს კარგად ხედავთ და არ გვინდა, არავის არ ვაძლევთ ამის საშუალებას. გვინდა მეგობრობა, მზად ვართ, გვინდა პარტნიორობა, მზად ვართ ამისთვის და ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი, ხო? თქვენთვის ბატონო კახა, ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ, რას ნიშნავს უზო რეჟიმის გაუქმება? ეს არის თუ არა მარტო როგორც მაგალითად ირაკლი კობახიძე წარმოაჩენს, რომ ვიზის რიგში დადგომას ნიშნავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ისინი თუნდაც მიდიან დროებით სამსახურში 3 თვის განმავლობაში, სხვადასხვა სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. თქვენთვის მაინტერესებს პირადად, რასთან ასოცირდება უვიზო რეჟიმის შეწყვეტა? ეს არის თუ არა მხოლოდ და მხოლოდ რიგში დგომა, ვიზის რიგში დგომა. ხო, კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ რიგში ეს იქნება რა თქმა უნდა უსამართლო და ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც შენ ამ სიკეთეს
გართმევენ, ხო? რატო უნდა გაუხარდეს ახლა ვიღაცას, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეუწყდეს, ხო? წარმოუდგენელია, ხო? არ არის ეს სასიამოვნო, თუმცა მეორე მხარეს არის ქვეყნის ინტერესები. არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და არის ქართული ხალხის ინტერესები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შანტაჟი რაც გრძელდება, პირველი იყო ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ მონიჭების საკითხი. გვახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ ქვეყანას, მთელ რიგ ქვეყნებს, რომელთან შედარებით საქართველოს ყველა კრიტერიუმით წინ არის და არის მოწინავე ქვეყანა, გინდ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, სახელმწიფო ინსტიტუციების მდგრადობით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, საქართველოს არ მისცეს და იმ ქვეყნებს მისცეს. ეს იყო ერთგვარი, ასე ვთქვათ, იარაღი იმისთვის, რომ გამოეყენებინათ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ქართულ ხალხს უთხრეს, მთელი პროპაგანდა ჰქონდათ ამაზე, რომ აი თქვენ კარგი ხალხი ხართ, ქართველები იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. ეგონათ რომ ხალხს გამოიყვანდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდნენ. არ გამოუვიდათ, ჩაუვარდათ. შემდეგი თემა იყო მოლაპარაკებების არ გახსნის საკითხი. აქაც ნუ წარმოუდგენელი აბსურდულ განცხადებებს ვისმენდით და რა თქმა უნდა, ესეც ჩაუვარდათ. ახლა ბოლო თემა, რაც დარჩათ ხელში, ეს არის უვიზოდ მიმოსვლის გაუქმების საკითხი და ამასაც იყენებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა მეორე მხარეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ბევრად უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან, საქართველოში მშვიდო გრძელვადიან მშვიდობასთან და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ანუ ეს არ ხელისუფლება შეიცვალოს და ხელისუფლება შეიცვალოს იმისთვის, რომ ქვეყანაში მოვიდეს ძალა, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტს გახსნის, რას უპირისპირებთ საფრთხეს და რა როლი აქვს საზოგადოებას ამ პროცესში? ხო, ნუ როგორც ვისაუბრე, ეს არ დაწყებულა ეს შანტაჟი და შემოტევები გუშინ წინ. განსაკუთრებით აღნიშნული მიმართულება გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა. ჩვენ გვახსოვს, თუ რა განცხადებები კეთდებოდა, მაგალითისთვის მოვიყვან უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში გაჩაღდეს მეორე ფრონტი და შევეხიდოთ უკრაინას. ჩვენ ამაზე არ საუბრობდით და ღიად დავიწყეთ საუბარი, რა ხდებოდა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, თუ როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჩართულიყო და მეორე ფრონტი გაიხსნა ქვეყანაში. ნუ რაც შეეხება სანქციების მიერთების საკითხს, ნუ ამაზე უკვე თვითონ ღიად საუბრობენ, რეზოლუციებში პირდაპირ წერენ აღნიშნულ საკითხს, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა დავსაჯოთ საქართველოს მთავრობა, იმიტომ რომ ისინი სანქციებს არ მიუერთნენ და არავინ არ საუბრობს იმაზე მათი მხრიდან, თუ რეალურად რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც ჩვენ მიუერთებოდით სანქციებს და ვინ დაზიანდებოდა, რომელი ქვეყნის ეკონომიკა დაზიანდებოდა ამ ყველაფრით. ერთი ძალიან მარტივია, რომ რუსეთს რა თქმა უნდა იმით ვერაფერს ვერ დავაკლებდით, რომ პირობითად ქართული პროდუქტები არ გასულიყო რუსულ ბაზარზე და ჩაგვეკეტა ეს ყველაფერი, მაგრამ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარ ხალხს, რა თქმა უნდა, დავაზიანებდით და უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა გვექნებოდა ქვეყანაში. მიგრაციას ახალისებს ვიზა ლიბერალიზაციით აღნიშნა, რომ ყველამის დიპსტეიტისთვის არასასურველი არის რუსული სიარლიც და აკრავენ და ასევე პროპაგანდისტულად ებრძვიან, როგორ შეაფასებთ ამას თქვენ? ხო, ნუ ეს ახალი თემა არ არის, ყველაფერი უკვე ცხადი და გასაგებია. როგორც ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, ასევე ქვეყნის გარეთ ერთნაირი დამოკიდებულება და მიდგომა აქვს, ხო? მათთვის არასასურველი პოლიტიკოსი, არასასურველი პოლიტიკური პარტია, არასასურველი შედეგები, ყოველთვის შემოყავთ რუსეთი, რუსული თემა და რა თქმა უნდა, მათი მედიების ჩართულობით და საკმაოდ მძლავრად და ძლიერად არიან წარმოდგენილი მსოფლიოში მე დიპსტეიტის მხედველობაში, თუნდაც მედიების თვალსაზრისით და მიდის გაშავების პროპაგანდა,
რომ ის არის რუსეთუმე, ის არის რუსეთის წარმომადგენლები, მას ეხმარება რუსეთი, თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, როდესაც არ დგებოდა სასურველი შედეგი, ხო გახსოვთ ტრამპის წინააღმდეგ რა კამპანია ჰქონდათ. თუმცა არაფერი არ იმალება, საბოლოოდ ყველაფერი ცხადი და ნათელი ხდება. როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით ღიად, ხო, ბევრი დაგვცინოდა, ვეუბნებოდა, რომ ეს რაღაც მოგონილი, არასწორი ინფორმაცია იყო და საბოლოოდ უკვე ყველაფერი გაირკვა. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს Deep State-ზე, საუბრობს გლობალურ ომის პარტიაზე და იმ გადაწყვეტილებებზე და უმძიმეს საკითხებზე, რაც ხდებოდა მაგალითად პროპაგანდის სახით, აი რუსული ნარატივის შემოტანა და დაბრალება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე. საქართველოში რამე განსხვავებული კი არ ხდება. იგივე არის ჩვენთან დამოკიდებულება, ჩვენს მიმართ დამოკიდებულება, რომ ეს პროპაგანდა, რომ თითქოს ჩვენ რაღაც რუსულ საქმეს ვაკეთებთ და ვერავის მაგალითი ვერ მოყავს ერთი რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ რუსული და მე უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების, როდესაც წინა ხელისუფლებაში იყვნენ, თუნდაც სახელმწიფო მნიშვნელობის კომპანიების გასხვისება რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება პატრიოტი, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს და ჩვენი ხალხის ინტერესებს იცავს. ეს გაგრძელდება მომავალში. ვიზა ლიბერალიზაციაზე ეცადია გაგიბრუნდებით ყველას შედეგს თქვენ ამასთან დაკავშირებით და თვითონ თუ არა პროცესი გიორგი გახარიამდა. ხო, არ ვიცი, ვერ გეტყვი, ჩვენ დაველოდოთ გამოძიებას თქვენ იცით რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავებულიყო გამოძიება ამ მიმართულებით არსებობდა კონკრეტული კითხვები რომელსაც ჭირდება პასუხები შესაბამისად უკვე რამდენიმე დღეა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს თუნდაც რუსთაველის გამზირზე და დაველოდოთ გამოძიებას წინასწარ არ მინდა რაიმეზე შემდეგ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ერთ დავას ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუბრალოება დაიწყო ოპოზიციამ ირონიულ კონტექსტში საუბრობს ამ თემაზე თქვენი აზრით რა მიზანს ხო ნუ ეს ახლა ჩვეულებრივი ნაცადი თემა არის და არ არის ახალი როგორც აი რუსული ნარატივი შემოაქვთ ხოლმე ხო ეს რუსეთუმე რუსული კანონი იგივე არის აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ქილიკი არანაირი არგუმენტი არანაირი კონკრეტიკა უბრალოდ ქილიკით და გლიცინით უნდათ რომ რაღაც აი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს მთავრობა საქართველოს ხელისუფლება არ გადავდგავთ ისეთ ნაბიჯს რომელიც იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი რომელიც დააზიანებს საქართველოს ინტერესს ძალიან რთული ვითარებაა როგორც რეგიონში ასევე მსოფლიოში ზოგადად ყველა ვხედავთ თუ რა პროცესები მიდის და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს შესაბამისად ის პრაგმატული პოლიტიკა რომელიც არჩეული აქვს ქართულ ოცნებად დემოკრატიულ საქართველოს პირველ რიგში რა თქმა უნდა ითვალისწინებს ქვეყნის ინტერესს და მიმართულია ქართველი ხალხის ინტერესების ნახეთ ობახიძის განცხადებაზე კითხავთ ბატონო კახა რომელმაც თქვა რომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია ახალისებს მიგრაციის პროცესს თქვენ ამ ნაწილში ეთანხმებით თუ არა ირაკლი ობახიძის განცხადებას რომ მინუსი ის არის ვიზა ლიბერალიზაციის ახალისა მიგრაციის პროცესი ანუ რა კამპანია არის რის წარმოჩენას ცდილობს ახლა ქართული ოცნება ამ თითქოს მინუსებზე საუბრით რომ რაღაცას არა ნუ ეს რეალობა არის ხო ეს ხა როდესაც გახსნილია ყველაფერი ვიზის გარეშე შეგიძლია გადაადგილება სხვადასხვა ქვეყანაში რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი მიდის ევროპულ ქვეყნებში ისინი უფრო განვითარებულები არიან, უფრო ძლიერი ეკონომიკა. მათ შორის ეკონომიკური პრობლემები აქვს. ხო, ეკონომიკურად განვითარებულები არიან, თუ საქართველოს შევადარებ, საქართველო არის განვითარებადი ქვეყანა, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ეკონომიკურად ვითარდებით და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც ძალიან მაგარია და მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი გამოწვეულია იქედან, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, გვაქვს სიმშვიდე. და ჩვენი მიზანი რა არის რომ დავეციოთ და თუნდაც გაუსროთ ევროპულ ეკონომიკებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს პოლიტიკა რომელსაც ატარებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მიმართულია იმისკენ რომ პირველი შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. თუ მშვიდობა არ გვექნება ქვეყანაში ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და ეკონომიკური განვითარება ვერ გვექნება ქვეყანაში. ამიტომ მე გამიხარდება ის რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან, მათ შეუქმნათ ისეთი პირობები და ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, რომ წასვლა
მხოლოდ და მხოლოდ ვისაც მოუნდება დასვენების თვალსაზრისით წავიდნენ და არა სამუშაო თვალსაზრისით. ამიტომ უნდა შევუქმნათ ჩვენ ისეთი პირობები ქვეყნის შიგნით, რომ იყოს ღირსეული სამუშაო პირობები და ეკონომიკური კეთილდღეობა იგონოს ყველა. ნაციონალურ მოძრაობას გადახდილი აქვს ნელსონ მალინსისთვის, რომელიც თავის მხრივ ჯო ვილსონის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს. ამ ინფორმაციით დასტურდება თუ არა ის, რომ საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების უკან კვლავ დგას თანხები? არა, რა თქმა უნდა, ეს ხადია, ხო, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და აი ძალიან კარგია. მაგალითად აღნიშნული კანონმდებლობა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ როდესაც ვამბობდით, ვისმენდით არასწორ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით, არასწორ დამოკიდებულებას იმ კონკრეტული კონგრესმენის მხრიდან ვილსონი, ხო, მე მგონი, ხო? ამაზე ვსაუბრობდით, რომ ფული აქვს ამ ადამიანს აღებული, რო დააყენო და რო უთხრა, მიუტანო, რო გააჩვენო საქართველოს სად არის, აი დარწმუნებული ვარ, ვერც გეტყვის სად არის საქართველო. და წარმოდგენა არ აქვს, შეიძლება ჯორჯიის შტატი გონია საქართველო. მაგრამ ფული აქვს აღებული იმ ადამიანს, რასაც დაუწერენ, იმას აჟღერებს და იმას იმეორებს. აი ეს არის რეალობა სამწუხაროდ. სოციალურ შემწეობას და მოქალაქეები ცხოვრობენ ევროპულ სახელმწიფოებში და გზავნიან მილიარდობით ალბათ ფულს ქვეყანაში. აი ეს არის ეკონომიკური მდგომარეობის გამო. როგორ შეიძლება რამდენად სამართლიანია, რომ ეს წარმოაჩინო როგორც უვიზო მიმოსვლის შედეგი და არა ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა. ეხლა თქვენ რამდენიც არ უნდა ეცადოთ თქვენი პროპაგანდით, რომ დახატოთ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებელი, ყველაფერი ხო შედარებითია. მე თუ მკითხავთ და მეტყვით, რომ კმაყოფილი ვარ იმ ეკონომიკური მდგომარეობით, განვითარებით, როგორიც აქვს საქართველოს, ხადი არ ვარ კმაყოფილი, მე ზოგადად მაქსიმალისტი ვარ და მინდა უფრო მეტი, მინდა უფრო ძლიერად იყოს ეკონომიკურად ჩემი ქვეყანა და ძალიან მიხარია. 2012 წლიდან თუ შევადარებთ, ყველაფერი ცხადია. ქვეყანა როგორ ვითარდება ეკონომიკურად, მაგრამ გვინდა რომ კიდევ უფრო მაგრად განვითარდეს, კიდევ უფრო მაგრად იყოს თითეული ოჯახი ქვეყანაში, კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ოჯახში. ამისკენ არის მიმართული ის პოლიტიკა, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, იმიტომ რომ მშვიდობის გარეშე ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მეორე ფრონტი გაგვეხსნა. მე და თქვენ დღეს აქ არ ვიდგებოდით და ვერ ვიდგებოდით. ამიტომ მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე ეკონომიკური კეთილდღეობა მოხდეს ქვეყანაში. მე მინდა თქვა ფარიკაობის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველო მასპინძლობს და ამ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მათ შორის რუსი სპორტსმენები, ჩამოსულები არიან ქვეყანაში. ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელი ჩავწერეთ ჩვენ და ის გვეუბნება, რომ პრობლემას ამაში ვერ ხედავს, ვინაიდან უნდა გაიმიჯნოს სპორტი და პოლიტიკა. თქვენი პოზიცია რა? აბსოლუტურად ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. ეს არის ჩვეულებრივი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც სტარდება სხვადასხვა ქვეყნებში. ახლა ამ წუთში იმართება თბილისში და საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის და დაანებეთ ჩემი თქმა იქნება ამ სისულელეებს თავი. ისე გაბარგმა წარადგინათ კიცებულებები, რომლითაც ითქვა, რომ ბარაკ ობამამ შეცდა წარადგინა. ეს არ არის პრობლემა. წარადგინათ კიცებულებები, რომლითაც ირკვევა, რომ ბარაკ ობამამ შეცდა მითი დონალდ ტრამპის რუსულ კავშირთან დაკავშირებით ხომ არ გეცნობა საქართველოს ხელისუფლებას. ხო, ნუ ეხა ამერიკის შიდა პოლიტიკურ საქმეებში მე ვერ ჩავერევი და არც ამის სურვილი არ მაქვს. მე უბრალოდ ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი მაღელვებს. უბრალოდ ის პროპაგანდა, რასაც ხედავდით, თუნდაც ტრამპის წინააღმდეგ, ხო, იგივე ხდებოდა და ხდება დღესაც ჩვენს ქვეყანაში იგივე ძალების მიერ, რომლებიც deep state-დან იმართება. იგივე მესიჯები, იგივე ნარატივი, ყველაფერი ცხადი და ცნობილია უკვე. თუ როგორ მოქმედებს deep state-ის სხვადასხვა ქვეყნებში, როგორია მათი დამოკიდებულება, როგორია მათი პროპაგანდისტული ხაზი, აი დღეს აი დააკვირდით იმ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ მედიებს, მათ მესიჯებს, რა მესიჯებს აღწერებენ და ყველაფერი ცხადდა ნათელია. მადლობა.